მოგესალმებით, მე ვარ ნათია ქალდანი და დღეს ვაგრძელებთ მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარების ასოციაციასა და საკონსულტაციო კომპანია ლოიალტეს პოდკასტების სერიას მწვანე ჰორიზონტი, რომელსაც ვახორციელებთ დანიის მთავრობის მხარდაჭერით და გაეროს განვითარების ტექნიკური დახმარებით. დღეს გვაქვს პოდკასტების სერიის მეორე ეპიზოდი მადლობრივი მწვანე პოლიტიკასა და მოქალაქეების როლზე, სადაც მოწვეული სტუმრები ყავს გიორგი მიხიგულიშვილი, მდგრადი განვითარების მკვლევარი და ვეგის უფროსი ანალიტიკოსი თუთანა კვარაცხელია. მოგესალმებით. პირველი კითხვით გადავალ გიორგისთან, მწვანე ტრანზიციის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე ვისაუბრებთ. რა არის მწვანე ტრანზიცია, რა პროცესში ვართ, რა ეროვნული პოლიტიკა გვაქვს და როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარებაზე. მადლობა. ამ შეკითხვისთვის მწვანე ტრანზიცია იგივე მწვანე გადასვლა, გარდაქმნასაც ხმარობა ხოლმე, ეს არის გლობალური პროცესი, რომელიც ბოლო საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობს და ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამის გამოწვევი ეს არის მიმდინარე კლიმატის ცვლილება, რომელიც ადამიანის ჩარევის შედეგად კიდევ უფრო მეტად ახდენს აჩქარებულია და ახდენს უარყოფით გავლენას ეკოსისტემებზე, ადამიანზე და სხვა იმ ეკონომიკის სხვადასხვა დარგებზე, რომელიც მნიშვნელოვნად მოიხმარენ ბუნებრივ რესურსებს, ხო? ამ შემთხვევაში მწვანე გარდაქმნა, ტრანზიცია საქართველოსაც ვისაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის, იმიტომ რომ ეს არის გლობალური პროცესი და ამის ნაწილი არის ქვეყანა, მიუხედავად მისი, ვთქვათ, მასშტაბებისა. საქართველო არის, როდესაც პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, საქართველო არის ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა, შემდგომში უკვე 2015 წელს პარიზის შეთანხმებას შეუერთდა, 2017 წლიდან უკვე ოფიციალური რატიფიცირება მოახდინა და მიიღო ეროვნულ დონეზე, ვთქვათ, განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, რომელიც ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ახლდება და ბოლო განახლება, რომელიც ჰქონდა 2025 წელს, ქვეყანამ დაისახა საკმაოდ ამბიციური მიზნები, 2030 წლისთვის სათბურის აირების გაფრქვევების შემცირება 47%-ით 90 წელთან შედარებით და 2050 წლისთვის გახდეს ქვეყანა კლიმატ ნეიტრალური, რომელსაც საფუძვლად უდევს დაბალემისიანი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია. ქვეყანა მიიღო რიგი პოლიტიკის დოკუმენტები, სტრატეგიული დოკუმენტები, რომელიც ხელს უწყობს მწვანე ტრანზიციის პროცესს ქვეყანაში, უნდა შეუწყოს ყოველ შემთხვევაში, თუმცა პრობლემა არის ის განხორციელება, ხო? იმიტომ რომ საკუთარი რესურსებით განვითარებადი მცირე ქვეყანა რთულია რომ შეძლოს ეს ყველაფერი. Odesat საუბრობთ მწვანე გარდაქმნის პროცესზე და ამ შემთხვევაში მცირე და საშუალო მეწარმეების როლზე, აქ არის გავლენაზე, მათზე გავლენაზე, აქ არის მნიშვნელოვანი რომ გავითვალისწინოთ თუ რა პროცესებთან არის დაკავშირებული მწვანე გარდაქმნა და რა ეკონომიკის რომელ დარგებს ეხება ძირითადად ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე, აქ არის მნიშვნელოვანი გავლენა დადებითი, რა თქმა უნდა, ერთი ის ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი მართლობითიც კი, იმიტომ რომ მწვანე გარდაქმნის პროცესში მნიშვნელოვანი არის როგორც სახელმწიფოს ეროვნულ დონეზე მისი როლი, ასევე მუნიციპალიტეტების ჩართულობა, კომპანიები, საწარმოები, რომლებიც ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი არიან და როდესაც ვსაუბრობ მცირე და საშუალო ბიზნესებზე, რა თქმა უნდა, მათზე ახდენს ეს გავლენას. მოკლევადიან პერიოდში შეიძლება ტვირთად ფინანსურ და ტექნიკურ ტვირთად განიხილებოდეს, რომ საჭიროა დამატებითი ფინანსური რესურსები, ახალი, ვთქვათ, ტექნოლოგიების ასათვისებლად, ახალი უნარების დასაუფლებლად, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ეს გაცილებით დიდ სარგებელს მოუტანს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესებს, ისე ჩვეულებრივ ადამიანებსაც. გამოწვევებზე, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს კონტექსტში, ხო? ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ თანმიმდევრული იყოს ქვეყნის პოლიტიკა, კოორდინირებული, რაც ერთის მხრივ პრობლემა არის ამ მხრივ, იმიტომ რომ სხვადასხვა უწყებები უნდა იყვნენ კოორდინაციაში მაქსიმალურად, რომ ეფექტურად
აბსოლუტურად და სამართლიანად განხორციელდეს მწვანე ტრანზიცია საქართველოში. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია შეიქმნას სწორი ეკონომიკური სტიმულები, განისაზღვროს სწორად ქვეყანაში მოწყვლადი ჯგუფები და ის დაინტერესებული მხარეები, რომელიც აი ამ პროცესში შეიძლება დამატებით ფინანსურ ტვირთს ფლობდნენ და ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია რეგიონული პოლიტიკის სწორი შემუშავება, დეცენტრალიზაციის პროცესი სწორედ ამ კონტექსტში არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტები არის ერთ-ერთი და თვითმმართველი ქალაქები იქნება თუ ერთეულები მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ პროცესისა და ზოგადად გამოწვევებზე როდესაც საუბრობთ, დამატებით შეიძლება ითქვას ის უნარების და არასაკმარისი რაოდენობა, რაც ბაზარზე მოთხოვნა არის რეალურად და მიწოდებათ, რა თქმა უნდა, და სამუშაო ძალის არ შეესაბამება ქვეყანაში და ამ მხრივ არის საკმაოდ დიდი გამოწვევები, საგანმანათლებლო სისტემა ჩვენი ვერ უზრუნველყოფს მიწოდებას სწორად იმ რესურსების, რაც ბაზარს სჭირდება. და ფინანსური რესურსები, იმიტომ რომ ქვეყანას ფინანსური რესურსები შეზღუდული აქვს და ამ შემთხვევაში დონორული ორგანიზაციების დახმარება, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების როლი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამ პროცესში, იმიტომ რომ ამას მოყობა თან ტექნიკური დახმარებაც და ის ექსპერტიზას, რომელიც განვითარებული ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ფლობენ და ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მადლობა გიორგი, თუთა შენთან გადმოვალ კითხვით, რა გამოწვევები აქვს ადგილობრივ მოსახლეობას რეგიონში კლიმატის ცვლილებათა და მწვანე ტრანზიციის პროცესში? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა შეკითხვისთვის. როგორც გიორგი მახსენა და ზოგადად ცნობილი არის, რომ მწვანე გადასვლა არის საკმაოდ კომპლექსური პროცესი, ეკონომიკის მთელი სექტორების გარდაქმნას გულისხმობს, ამიტომ ბუნებრივი არის ამაში საზოგადოების ყველა წევრი არის ჩართული თავისი კუთხით. ბიზნესებთან ერთად საყოფაცხოვრებო სექტორი და მოსახლეობა, იმიტომ რომ როდესაც მწვანე გადასვლაზე არის საუბარი, უპირველესი მაინც ენერგიის მოხმარებასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, წიაღისეული საწვავის მოხმარებიდან ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებაზე გადასვლასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული და აქედან მოდის ეს გადასვლის ცნებაც, ამიტომ საყოფაცხოვრებო სექტორი ხო ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი ენერგიის მომხმარებელი არის, ამიტომ ეს სექტორი ყოველთვის წინ იწევს ხოლმე, როდესაც მწვანე გადასვლა საუბრობთ, მაგრამ სანამ ამ საყოფაცხოვრებო სექტორს მივუბრუნდები, ზოგადად მწვანე გადასვლის კუთხით ასევე საყურადღებო არის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხები, რაც მოსახლეობას განსაკუთრებით ახლოს ეხება და აწუხებს და ის კვლევებიც, რაც საქართველოში აქამდე ჩატარებულა, ამას გვიდასტურებს, სადაც ყოველთვის, როდესაც საუბარი არის, რომ აი რა არის ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რაც საზოგადოების ყურადღების ქვეშ არის, ხუთეულში მაინც ყოველთვის ხვდება ხოლმე კლიმატის ცვლილება და ეს ჩვენ ყველას გამოგვიცდია საკუთარ თავზეც. ხშირი არის ბუნებრივი კატასტროფები, მეწყერები, ზვავი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცესები, რაც ბუნებრივია მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება და ამიტომ, როდესაც მწვანე გადასვლაზე ვსაუბრობთ, აქ ასევე ვგულისხმობთ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას, რომ ჩვენი საცხოვრებელი გარემო იყოს უსაფრთხო და საქართველო მართალი არის პატარა ქვეყანაა, მაგრამ თითოეულ მუნიციპალიტეტს და რეგიონს თავისი გამოწვევები აქვს, მაგალითად თუ დასავლეთ საქართველოსთვის წყალმოვარდნები არის უფრო საფრთხე და ზღვისპირა რეგიონებს დამატებითი სხვა გამოწვევები აქვთ, აღმოსავლეთ რეგიონებში უფრო ტემპერატურის მატება და მასთან დაკავშირებული პრობლემები იწევს ხოლმე წინ, ამიტომ არ არის ხოლმე საკმარისი ესეთი ერთგვაროვანი მიდგომა და სწორედ ამას გულისხმობს ეს მუნიციპალიტეტების დონეზე ჩასვლა, რომ ადგილობრივი სპეციფიკები იყოს გათვალისწინებული. ეხლა რომ მივუბრუნდეთ ისევ აი ამ საჭიროებებს, რაც მოსახლეობას აწუხებს, ჩვენ სხვათა შორის ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტში კვლევა გავაკეთეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ეს გაეროს პროექტის ფარგლებში იყო ჩატარებული ეს კვლევა და საინტერესო რატო არის, რომ მუნიციპალურ დონეზე როგორც წესი არ გვაქვს ხოლმე ესეთი კვლევები ძირითადი რაც არის ეროვნულ დონეზე. თუმცა როგორც წეღან ვახსენე, რახან თავისი სპეციფიკა აქვს ყველა მუნიციპალიტეტს, ამიტომ პოლიტიკის დაგეგმვისთვის ძალიან საინტერესო არის ვიცოდეთ რა არის ის დამახასიათებელი ფაქტორი, რაც შეიძლება ერთ მუნიციპალიტეტს აწუხებდეს, მაგრამ მეორესთვის არ იყოს ესე
კრიტიკული და პირიქით სხვა საკითხები იწევდეს წინ. ამიტომ ფოთის და ხობის მაგალითი როგორც ესეთი ადგილობრივი დონის ჩაშლის მაჩვენებელი არის საკმაოდ საინტერესო და ამას მონაცემებიც აჩვენებს. ბუნებრივია ხა იქაც სახელდება ეს კლიმატის ცვლილება როგორც გამოწვევად, ხშირად ამბობენ რომ წყალდიდობების და წყალმოვარდნების რაოდენობა გაიზარდა, ასევე პრობლემები აქვს სოფლის მეურნეობაში მოსავლიანობის კუთხით, რაც პირდაპირ ისახება შემოსავალზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ეს განსაკუთრებით ხობის მუნიციპალიტეტისთვის არის დამახასიათებელი, რადგან უფრო მეტად აგრარული მუნიციპალიტეტი არის ფოთთან შედარებით, თუმცა ფოთისთვის კიდე ცალკე არის სანაპიროსთან დაკავშირებული გამოწვევები, ზღვის დონის მატება და ასე შემდეგ, ანუ ეს გამოვლინებები უკვე არსებობს, ან მოსახლეობა ამბობს, რომ უკვე თვითონ გრძნობენ 10 ან 20 წლის წინ ამ მდგომარეობა იყო და დღეს რა მდგომარეობაში არიან, ამიტომ ეს მიმართულებები უკვე გამოკვეთილი არის. თუმცა ჩვენ ძირითადად ასევე ყურადღებას ვამახვილებდით ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ენერგეტიკულ სიღარიბეზე, იმიტომ რომ მწვანე გადასვლის და სამართლიანი გადასვლა იყო აქ ნახსენები, სამართლიანი გადასვლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის სწორედ ენერგიის მოხმარებაზე და ენერგეტიკულ სიღარიბეზე ყურადღების გამახვილება. ძალიან მოკლედ ვიტყვი რა არის ენერგეტიკული სიღარიბე, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, ტექნიკური ან ფინანსური შესაძლებლობა, რომ ენერგეტიკული სერვისებისთვის, რაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები, გათბობა, გაგრილება, ელექტრომოწყობილობების მოხმარება, გამოიყენონ სუფთა ენერგიის წყაროები ხელმისაწვდომ ფასადს. ანუ რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს ეს ენერგეტიკული სიღარიბეც. ეხლა ჩვენთან საქართველოში ზოგადად ეროვნულ დონეზე არის საკმაოდ პრობლემური ენერგეტიკული სიღარიბე, ეს სხვადასხვა ეროვნულ დოკუმენტშიც კარგად არის ახსნილი და მოხსენიებული, ასევე გვაქვს სხვადასხვა კვლევები, მსოფლიო ბანკის კვლევები და ასე შემდეგ, სადაც ცალსახად აღწერილი არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ სახლების სათანადოდ გაათბონ, ხშირ შემთხვევაში თბება მხოლოდ ერთი ოთახი, საძინებლების გათბობა ესეთი ძალიან იშვიათი შემთხვევა არის, ამ ერთი ოთახის გათბობაც ხშირ შემთხვევაში სათანადო დონეზე ვერ ხერხდება, ეს იწვევს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემას, ამიტომ ამაზე ყოველთვის არის ყურადღება გამახვილებული, რომ ზამთარში სათანადო გათბობის არსებობა აუცილებელი არის და იგივე შეგვიძლია ვთქვათ ზაფხულში გაგრილების შესაძლებლობებსაც, განსაკუთრებით ადამიანებს, ვისაც აწუხებთ გულსისხლძარღვთა დაავადებები და სხვა დაავადებები, მათთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ეს სერვისები მათთვის იყოს ხელმისაწვდომი. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც საქართველოში ენერგეტიკული სიღარიბის კუთხით გვაქვს, ეს არის შეშის მოხმარება არაეფექტიან ღუმელებში და ეს განსაკუთრებით რეგიონებისთვის არის დამახასიათებელი. ახლა რატო ვუსვამთ ხას არაეფექტიან ღუმელებს, იმიტომ რომ თვითონ შეშაში არ არის პრობლემა, პრობლემა არის ის ტექნოლოგიები, რითაც ეს შეშა მოიხმარება, იმიტომ რომ ხშირად ხდება შიდა ჰაერის დაბინძურება, რაც ასევე დაკავშირებულია სხვადასხვა დაავადებებთან, განსაკუთრებით ბავშვებში და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებში და სამწუხაროდ ეს მარტო ოჯახების პრობლემა არ არის, სკოლებში და ბაღებშიც კი შეიძლება შეგხვდეს მდგომარეობა, როდესაც შეშა მოიხმარება გასათბობად და ეს იწვევს სხვადასხვა ასოცირებულ პროცესებს, რაც წეღან ვახსენე და ბოლო კომპონენტი, რაც ასევე ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს, ეს არის ენერგეტიკული გადასახდელების წილი ოჯახების შემოსავალში. ხა ჩვენ საქართველოში ვერ ვიტყვით, რომ ენერგეტიკული ტარიფები არის მაღალი, იმიტომ რომ სწორედ აი ამ სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი არის, რომ ტარიფები არის სუბსიდირებული, განსაკუთრებით ბუნებრივი გაზის ტარიფს ეხება ეს ყველაფერი, მაგრამ იმის გამო, რომ ზოგადად ქვეყანაში გვაქვს სიღარიბის მაღალი ფონი, ეს მოქმედებს ენერგეტიკულ სიღარიბეზეც და ამიტომ ადამიანები იძულებულები არიან, რომ რაც შეიძლება მეტად დაზოგონდეს ენერგიის წყაროები საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე, რომ არ მოუწიოთ მერე აი ამ გადასახდელების გადახდა და ფოთის და ხობის მაგალითი ამას გვიდასტურებს. ეხლა ჩვენ რაც ეროვნულ დონეზე გვაქვს აქ სტატის კვლევები, იგივეს ვხედავთ აქ, თუმცა საინტერესო არის, რომ ხშირად უფრო გამოკვეთილი არის, მაგალითად ეს სახლის არასათანადო გათბობა უფრო მაღალი არის აი ამ რეგიონებში, სადღაც 65%-მდე აღწევს, სადაც მოსახლეობა მხოლოდ ერთ ოთახს ათბობს. ეხლა ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მეტი არ სჭირდება და ვერ ათბობს. ეს კვლევები ასევე გვეუბნება, რომ უნდათ რომ მეტი სერვისი მიიღონ და მეტი ოთახი გაათბონ, თუნდაც საძინებლები, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს ფინანსური შესაძლებლობა არ აძლევთ ამის საშუალებას, იძულებულები არიან, რომ ასე მოიქცნენ. ამიტომ სწორედ ეს სამართლიანობის და სამართლიანი გადასვლის პრინციპი გულისხმობს, რომ სწორედ აი ესეთი საკითხები იყოს გათვალისწინებული ნებისმიერ
ნებისმიერი პოლიტიკის დაგეგმვისას არ აქვს მნიშვნელოვანი, ხა ეს იქნება ეროვნული პოლიტიკა თუ ადგილობრივი პოლიტიკა, უნდა ვეცადოთ, რომ აი ხალხის ინტერესები იყოს გათვალისწინებული, სწორედ იმიტომ, რომ მე ეს პოლიტიკები განხორციელდეს და არ დარჩეს უბრალოდ პოლიტიკის დოკუმენტად. მადლობა თუთა. რომ გადავიდეთ ადგილობრივი ხელისუფლების როლზე. გიორგი, შენაკად მოვალ კითხვით, რა როლი აქვს მათ ამ კლიმატურ და მწვანე საკითხებში, როგორც ვიცით და აღნიშნეთ, მდგრადი ენერგეტიკის და კლიმატის სამოქმედო გეგმები აქვს უმრავლესობას მუნიციპალიტეტებში და რას ნიშნავს რეალურად ეს დოკუმენტი და მაგალითად რო ავიღოთ, თუნდაც მცირე და საშუალო მეწარმეები, მათთვის რას ნიშნავს ეს? კი ბატონო. ზოგადად მწვანე გადასვლის ტრანზიციის პროცესში მნიშვნელოვანია, როგორც უკვე აღნიშნე, ადგილობრივი თვითმმართველობების მუნიციპალიტეტების ჩართულობა. და 2008 წელს დაწყებული მერების შეთანხმების ინიციატივა, რომელიც ევროპის დონეზე იყო და შემდგომში საერთაშორისო ინიციატივა გახდა, დღეს უკვე 140-ზე მეტ ქვეყნიდან 13,000-ზე მეტ მუნიციპალიტეტ და თვითმმართველ ერთეულს აერთიანებს, მათ შორის საქართველოდან არის 33 მუნიციპალიტეტი, ხელმომწერი, მათ შორის არიან უკვე ხსენებული ფოთი და ხოფის მუნიციპალიტეტებიც და რატომ არის ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი? ეს ინიციატივა ხელს უწყობს და ეხმარება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს პოლიტიკის შემუშავებაში და მის ეფექტურ განხორციელებაში. გარდა იმისა, რომ ვალდებულებას იღებენ მუნიციპალიტეტები, რომ ხელი მოაწერონ და შეუერთდნენ ამ ინიციატივას, ისინი ამუშავებენ, როგორც უკვე აღნიშნეთ, მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმებს, სეკაპებს ვეძახით მოკლედ, სადაც დეტალურად ხდება გამოკვლევა კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, რა არის სათბურის აირების გაფრქვევები, რომელიც სხვადასხვა სექტორებიდან რა რაოდენობით ხდება, რა არის ის ძირითადი რისკები და საფრთხეები, რომელიც კლიმატის ცვლილების შედეგად ვითარდება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, როგორ შეიძლება მათთან ადაპტაციის პოტენციალის გაზრდა, რა ღონისძიებები უნდა შეიმუშაოს ამისთვის მუნიციპალიტეტმა, ასევე შემარბილებელი ღონისძიებებიც ძალიან ლოვანია, ეს ეხება არ მხოლოდ მუნიციპალიტეტის, თქვათ, საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურას, არამედ, თქვათ, ადგილობრივ დონეზე მოსახლეობაში მცირე და საშუალო ბიზნესებს როგორ უნდა შეუწყონ ხელი აი ამ პროცესში და ასევე ენერგეტიკული სიღარიბე, რაზეც თუთა მისაუბრა, არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი აი ამ მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმებისა. ფოთის შემთხვევაში უკვე შემუშავებულია, ხობის მუნიციპალიტეტისთვის ეხლა მუშავდება და უკვე წელს მიიღებს წესით მუნიციპალიტეტი და მნიშვნელოვანი რატომ არის ეს გეგმები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ როგორც უკვე აღნიშნეთ, მწვანე ტრანზიციის პროცესი სამართლიანი რომ იყოს, საჭიროა ყველას ჩართულობა, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და აი ეს პროცესი მერების შეთანხმების ეს ინიციატივაში მონაწილეობა და გეგმების შემუშავება, ხო? სეკაპების შემუშავება. სწორედ გულისხმობს და მოითხოვს კიდეც მთავარი პრინციპი, ეს არის ჩართულობა ყველა დაინტერესებული მხარის. ანუ ქმნის გარკვეულ პლატფორმას თანამშრომლობისთვის, რომ მუნიციპალიტეტი ერთის მხრივ, მეორეს მხრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები და ასევე დიდი ბიზნესის წარმომადგენლებიც და ადგილობრივი მოსახლეობა და სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფები აქტიურად იქნენ ჩართული მის შემუშავებაში და შემდგომში მის განხორციელებაში. იგივე საკითხზე თუთა აი მოსახლეობის ჭრილიდან რო ვისაუბროთ, რა როლი აქვს მოსახლეობას, ან როგორ შეიძლება რა გავლენას ახდენს ეს დოკუმენტი, ეს შეთანხმება მოსახლეობაზე? კი ბატონო, ჩართულობა ყოველთვის გვესმის, რომ ჩართულობა არის მნიშვნელოვანი და ამას აქვს თავისი პრაქტიკული მიზეზიც. როდესაც მოსახლეობა ჩართული არის იმ გეგმის განხორციელებაში, სადაც სხვადასხვა ღონისძიება არის ჩადებული, რომელიც მერე უკვე თვითონ მოსახლეობამ უნდა განახორციელოს ბიზნესებთან ერთად, ან ცალკე ბიზნესმა, ცალკე მოსახლეობამ, ეს როდესაც თავიდანვე არიან ისინი ამ ყველაფრის გაკეთებაში ჩართულები, უკეთესად ესმით და უფრო იღებენ პასუხისმგებლობას იქ აღწერილი ღონისძიებების განხორციელებაზე. და ეს ღონისძიებები, რაც ახლა სეკაპებში არის ხოლმე ჩადებული, არის ძალიან პრაქტიკული ღონისძიებები, რაც ნებისმიერ მოქალაქეს ეხება. ძირითადი ყურადღება სეკაპებში ხარ არის გამახვილებული, მაგალითად, შენობების ენერგოეფექტიანობის
ამაღლებაზე. ბუნებრივია, ხა ეს არის მუნიციპალური დოკუმენტი და მუნიციპალიტეტი პირველ რიგში თავისი ადმინისტრაციული და საჯარო შენობების ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების ღონისძიებებს მოიცავს და შეიძლება მოსახლეობის კუთხით საყოფაცხოვრებო სექტორისთვის ხელშემწყობი ღონისძიებები ჩაიდოს, იმიტომ რომ ეხა ბუნებრივია მუნიციპალიტეტი ვერ მოახერხებს, რომ საყოფაცხოვრებო ოჯახების შენობების განახლება დააფინანსოს ესე პირდაპირ, მაგრამ რა ირიბისარგებელი აქვს ამას თუ მუნიციპალიტეტი თვითონ თავის შედეგებს, თვითონ თავის შენობებს ენერგოეფექტიანი განახლების მიხედვით განაახლებს, ესე ვთქვათ, და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ეს ნიშნავს, რომ მას ნაკლები კომუნალური დანახარჯების გადახდა უწევს და ის თანხები, რაც გამოთავისუფლებული იქნება, თუნდაც აი ამ ენერგეტიკული დანახარჯებიდან, რაც ადმინისტრაციული შენობებისთვის უნდა გაეღო, შეიძლება მოხმარდეს სხვა სოციალურ პროგრამებს, ხო, იმიტომ რომ ეს ადგილობრივი ბიუჯეტი, შეზღუდული ბიუჯეტი არის, ეხლა ზოგადად ნებისმიერ შემთხვევაში ბიუჯეტები არის შეზღუდული, ამიტომ ერთი მხრიდან გამოთავისუფლებული თანხები სოციალურ პროგრამებზე შეიძლება ჩაიდოს და ეს სარგებელი არსებობს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით არის თვითონ მოსახლეობამ გაიგოს რა შესაძლებლობები შეიძლება რომ არსებობდეს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა წეღან კვლევები რომ ვახსენეთ ფოთის დახობის მუნიციპალიტეტზე და სხვა ეროვნული კვლევებიც არსებობს, სადაც ხშირი არის ესეთი შედეგები, რომ ადამიანებს უნდათ განახორციელონ ენერგოეფექტურობის ღონისძიებები, მაგალითად ძალიან მაღალი იყო მაჩვენებელი ამ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოსახლეობა მზად არის, ამის მზაობა აქვს, ინტერესი აქვს, რომ დაიწყონ მაგალითად შენობების განახლების რაღაცა ელემენტარული დაბალბიუჯეტიანი ღონისძიებების განხორციელებით, თუ ეხლა მთლიანი სახლის დათმობა არ შეუძლიათ, არსებობს სხვადასხვა მეთოდები და საშუალებები, რითაც რაღაცა სხვენის დათმობა მოხდეს, ფანჯრების შეცვლა, ესეთი დაბალბიუჯეტიანი ღონისძიებები შეიძლება არსებობდეს, თუმცა ამაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სამწუხაროდ არ არის ჩვენს ქვეყანაში ესე ერთად თავმოყრილი, მარტო ესეთი ექსპერტული შეხვედრების ან მსგავსი ფორმატების დროს ხდება ამ ყველაფრის აღნიშვნა, მაგრამ ეხლა ჩვეულებრივ ადამიანს მაგალითად ხობის მუნიციპალიტეტში რომ მოუნდეს, რომ მივიდეს სადღაც ერთ ადგილას და იკითხოს, რა რითი შეუძლია სახლი დაათბუნოს, რა მასალა უნდა გამოიყენოს, რამდენს დაუზოგავს, რამდენის გადახდა მოუწევს, ვინ გაუკეთებს ამ ყველაფერს, ვინ არის ის ადამიანი, ვისაც შეიძლება რომ მიმართოს, რომ აი მაგალითად რაღაცა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დამონტაჟება მოახერხოს, რა სესხები ან გრანტები თუ არსებობს ქვეყანაში რამე ესეთი, რაც შეუძლია რომ გამოიყენოს, ესე არ არის თავმოყრილად ეს ინფორმაცია არსად ხელმისაწვდომი და ყველა აცნობიერებს, ეს დადებითი ფაქტი არის, რომ ყველას ესმის ამის მნიშვნელობა, რომ ენერგოეფექტიანობის ღონისძიებების განხორციელებით მათ საშუალება ექნებათ როგორც პირადი კომფორტი აიმაღლონ, ახლა ერთი ოთახის მაგივრად ორი ოთახი გაათბონ მაგალითად და დაზოგონ ხარჯებიც, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება უფრო მეტი პრაქტიკული გამოვლინებები და ამ ყველაფრის ხელშეწყობა არის. ეხლა ზოგადად აი ამ დონორული პროექტების მიზნებიც, რომ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის, რომ მათ უკეთ იგრძნონ იმ საჯარო პოლიტიკების, ეროვნული და ადგილობრივი პოლიტიკების გავლენა საკუთარ თავზე, რაც დღესდღეობით ხშირად არ არის ხოლმე ესე გააზრებული, რომ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მაგალითად ხობის სექტორში ჩადებული რაღაცა ღონისძიების ეფექტი, რა შეიძლება იყოს ადგილობრივ მოსახლეობაზე. ამიტომ ამ კავშირის დანახვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს მუნიციპალიტეტისთვისაც კარგი არის, იმიტომ რომ უფრო მარტივად შეძლებს მე იმ ღონისძიების განხორციელებას, რაც თავის სეკაპში იქნება აღწერილი და მოსახლეობაც უფრო იგრძნობს კავშირს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რომ მათი აზრები იქნება გათვალისწინებული. ამიტომ ესე ვთქვათ, ორივე მხრიდან აქვს სარგებელი ამ პროცესს და ამიტომ არის ხოლმე ყოველთვის საუბარი, რომ ჩართულობის მნიშვნელობაზე და რატო არის საჭირო ზოგადად ჩართულობა. მადლობა თუთა. გიორგი, შენთან გადმოვალ, თუ ვისაუბრებთ წერა და საშუალო მეწარმეებზე რეგიონში, სად ხედავთ ყველაზე რეალურ მწვანე შესაძლებლობებს მათთვის, რა ნაბიჯები უნდა გადადგან ბიზნესებმა, თუ უნდათ რომ ეს მწვანე პოლიტიკაში ჩაერთონ, ან საიდან დაიწყონ ნაბიჯების გადადგმა? საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ
წლების განმავლობაში ჩვენთან განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენს, აი ახსენეთ კიდეც ცნობიერების ამაღლება და ზოგადად ინფორმირება ამ პროცესებთან დაკავშირებით. როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესებზე ვსაუბრობთ, მათზე კარგად არავინ არ იცის თუ რა ჭირდებათ მათ, რაში აქვთ დანახარჯები, სადაც შეუძლიათ რომ დაზოგონ თქვათ ეს ხარჯები და ამ შემთხვევაში ჩნდება უკვე კითხვა ბუნებრივად ებადებათ მათ რომ აი როგორ შეიძლება დავზოგო ჩემი დანახარჯები ხო ეს იქნება ენერგეტიკული დანახარჯები რესურსებზე დანახარჯები თუ ასე შემდეგ ხო და ამისთვის რა შესაძლებლობები არსებობს დღეს ციფრული განვითარების და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ზღვა მასალა არის იმისა თუ ცალკეულ სექტორებში ეკონომიკის ნებისმიერი სექტორი აიღეთ თუ რა შეიძლება როგორ მივახციოთ რესურს ეფექტურობას ხო ამ შემთხვევაში კითხვა ისმის რომ აი სწორედ ეგ არის პრობლემა რომ ზღვა მასალაა და როგორ შეიძლება ამას მივხედოთ ხო ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რომ აი ციფრული უნარების კარგად შესწავლა მოხდეს და გაეროს პროგრამის ფარგლებში როგორც ვიცი ხდება ვთქვათ გარკვეული სასწავლო პროგრამების შემუშავება რეგიონებში ციფრული განვითარების ხელოვნური ინტელექტის და ასე შემდეგ რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს შესაძლებლობებს მცირე და საშუალო ბიზნესების რომ უფრო სწორად და სწორად მართონ ის ინფორმაცია და მიიღონ ეფექტური გადაწყვეტილებები რესურს ეფექტურობასთან დაკავშირებით ხომ ეხლა როდესაც საუბრობთ რა შესაძლებლობები რა მიმართულებები შეიძლება იყოს საქართველოს რეგიონში გამომდინარე იქიდან რომ ძირითადად აგრარული წარმოება არის სოფლის მეურნეობა არის წამყვანი ძირითად რეგიონებში მუნიციპალიტეტებში ამ შემთხვევაში უკვე ხელმისაწვდომია ქართულ ბაზარზე კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიები, ეს იქნება წვეთოვანი მორწყვის სისტემები, ეს იქნება წვიმის წყლის შენახვა და შემდგომი გამოყენება, ასევე მნიშვნელოვანი არის საქართველოს შემთხვევაში და საერთაშორისო პრაქტიკამ გვიჩვენა რომ ღრმა ხნა რომელიც სოფლის მეურნეობაში წლების განმავლობაში საქართველოში გამოიყენება არის ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი ზემოქმედება როგორც ნიადაგის და რაც უწყობს ნიადაგის დეგრადაციასაც და ასევე ვთქვათ ამ ხრივ რესურსების მოხმარებასაც ზრდის იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იზრდება წიაღისეული საწვავის და ნავთობპროდუქტების მოხმარება რაც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სწორედ მაშინ ამიტომ ბაზარზე და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და დონორების დახმარებით უკვე ხელმისაწვდომი არის ის ტექნოლოგიები, რომელიც შეიძლება მცირე და საშუალო ბიზნესებმა გამოიყენონ როგორც სოფლის მეურნეობაში, მცირე მეწარმეობაში, ასევე შეიძლება ტურიზმში, წარმოებაში, ღვინის წარმოება იქნება თუ სხვადასხვა პროდუქტების წარმოება, აი ამ პროცესში შეიძლება იქნას დანერგილი სხვა ეს მწვანე ტექნოლოგიები. მთავარი არის მონდომება ერთის მხრივ და ინტერესი, რომ რასაც აკეთებ, იმაზე მიიღო მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია, ის შესაძლებლობები სწორად განსაზღვრო და წეგან საუბრობდით, რომ ქვეყანაში რა არის ის პოლიტიკა. სამწუხაროდ დღეს არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე, შემცირებულია მნიშვნელოვნად დონორული დახმარებები და საერთაშორისო დახმარებები საქართველოში, მაგრამ ასე თუ ისე ხორციელდება გარკვეული პროგრამები სახელმწიფო, რომელიც აწარმოეს საქართველოში იქნება, დანერგემომავალი იქნება, სოფლის მეურნეობის სააგენტო იქნება თუ სხვადასხვა. ამასთან ერთად ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა 2019 წლიდან დაიწყო მდგრადი განვითარების ჩარჩოზე მუშაობა, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოზე მუშაობა, რომელიც კომპლექსურად მოიცავს ძალიან ბევრ ინსტრუმენტებს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის არის კარგი სახელმძღვანელო იმისათვის, თუ როგორ შეიძლება განავითარონ თავიანთი ბიზნესები, ხო? ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ამ მწვანე დაფინანსების მდგრადი დაფინანსების ჩარჩო მოიცავს, არის მწვანე ტაქსონომია იმ ბიზნესებისა და აქტივობებისა, რომელიც დირექტივაა, რომ კომერციულმა ბანკებმა უნდა დააფინანსონ ბიზნესები, გასცენ სესხები მწვანე მიმართულებით და გაზარდონ მათი წილი ჯამურ, თქვათ, გაცემულ სესხებში და ამისთვის კონკრეტული კრიტერიუმებია და მაგალითები შემუშავებული ეროვნული ბანკის მიერ. ეს არის ძალიან კარგი სახელმძღვანელო და ჩათვალე ჭპარგალკა იმებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, როდესაც ისინი წერენ, თქვათ, ბიზნეს გეგმას, ან სასესხო განაცხადს აკეთებენ და ამ სასესხო განაცხადისთვის საჭირო მიზნობრიობა. ერთ-ერთი პრობლემა, რასაც აქამდე ვაწყდებოდი და ათასობით მაქვს ნანახი მცირე და საშუალო ბიზნესების მიზნობრიობები, რომელიც ხშირ შემთხვევაში არალოგიკური და არასწორად არის ჩამოყალიბებული ხოლმე.
ეს დოკუმენტები და მწვანე ტაქსონომიის დოკუმენტი იძლევა საშუალებას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებმა ჯერ ერთი რომ სწორად განავითარონ თქვათ თავიანთი ბიზნეს გეგმა, სწორი მიზნობრიობა სწორად ჩამოაყალიბონ თქვათ სესხის იმაში რომ თქვათ მიიღონ მწვანე დაფინანსება, იმიტომ რომ მწვანე დაფინანსება ჩვეულებრივი დაფინანსებისგან ბევრად უფრო დაბალ პროცენტიან სესხებს გულისხმობს. ყოველ შემთხვევაში რიგ ევროპულ ქვეყნებში და ჩვენთვისაც ეს რესურსები ხელმისაწვდომია, თუმცა გარკვეული რისკების გამო, ქვეყანაში არსებული რისკების გამო გაზრდილი არის ეს პროცენტი, მაგრამ მაინც ბაზარზე არსებულ ფინანსური რესურსების ღირებულებასთან შედარებით დაბალია. ამიტომ ვფიქრობ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ძალიან ბევრი შესაძლებლობები არის. არა მხოლოდ თქვათ ტექნიკური ფინანსური რესურსების თვალსაზრისით, ცოდნის თვალსაზრისითაც შეუძლიათ ძალიან ბევრი რამის გაკეთება და მიღება თქვათ მარტივად, ვიდრე თქვათ აქამდე ხდებოდა. ხო, აქამდე ხდებოდა ძირითადად თქვათ აუცილებელი იყო წლობით სწავლა და ის რომ თქვათ სპეციალიზაცია მოგეხდინა. ეხლა ამ პროცესში, მწვანე ტრანზიციის პროცესში საერთოდ არ არის ამხელა თქვათ 4-5 წელი, 6 წელი სწავლა. იმუნარების დაუფლებისთვის ბევრად უფრო ნაკლები. ზოგ შემთხვევაში 3-6 თვეში შესაძლებელია იმუნარების დაუფლება. მადლობა გიორგი საინტერესო მოსაზრების გაზიარებისთვის. თუთა მოსახლეობამ როგორ შეიძლება მიიღოს მხარდაჭერა ან სარგებელი მწვანე პროცესებში ჩართვისგან და განსაკუთრებით ახალგაზრდების როლზეც რომ გითხრათ რა შესაძლებლობები ჩნდება მათთვის. კი ბატონო, ახალგაზრდებზე გავამახვილებ მაშინ ყურადღებას. ეხლა ეს ჩვენ რა მონაცემებიც გვაქვს ბოლოში ამ ორ მუნიციპალიტეტზე და სავარაუდოდ შეგვიძლია ეს მე სხვა რეგიონებზეც და რა მუნიციპალიტეტებზე განვაზოგადოთ, რომ ზოგადად ეს ქცევის შეცვლის ტენდენციები ახალგაზრდებს ახალგაზრდებს უფრო მეტად ახასიათებთ მიმღებლობა ამ ახალი ქცევებისადმი, ადაპტაციას უკეთესად გადიან ამ ყველაფრისადმი, ამიტომ ყოველთვის, როდესაც მწვანე გადასვლაზე არის საუბარი, ახალგაზრდები ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მიზნობრივ ჯგუფად მოიაზრება ხოლმე ნებისმიერ ქვეყანაში სხვადასხვა ეროვნული თუ ადგილობრივი დოკუმენტის განხორციელების კუთხით, იმიტომ რომ მარტო ენთუზიაზმზე არ არის აქ საუბარი და ვიცით, ახლა ახალგაზრდებს მეტად ახასიათებთ ენთუზიაზმი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, როდესაც რაღაცა ქცევის შეცვლაზე არის საუბარი, თუნდაც ნარჩენების დახარისხება, გადამუშავება, ესეთი ყოველდღიური ქცევები, რაც გვჭირდება. თუმცა ეს არ არის ბუნებრივი ახლა ამ ყველაფრის ერთადერთი მიმართულება. ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის დასაქმების ახალი შესაძლებლობებიც, რადგან ახლა გიორგიმაც ისაუბრა მოკლედ, მაგრამ 1-2 სიტყვით შევეხები ამას, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რაც გამოვიკითხეთ, იქ საკმაოდ ინტერესი არის აი ამ ახალგაზრდების ჯგუფებში განსაკუთრებით მსგავსი სამწვანე სამუშაო ადგილების მიმართ. და ეს მწვანე სამუშაოები ახლა არის მაღალანაზღაურებადი სამუშაოები, არის შედარებით მარტივად დაუფლებადი სამუშაოები და არის მომავლის სამუშაოებს ეძახიან, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ეხლა წეღანაც რაცაც ვილაპარაკეთ, ხო, ენერგეტიკული სიღარიბის შემცირება, სეკაპის განხორციელება, სადაც ღონისძიებები უნდა ჩაიდოს, დათბუნების, მცირე განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების, მზის პანელების დამონტაჟება, თუ ეს ყველაფერი არის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული, ხო, ეხლა ადამიანებმა უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი და ეს უნარები, რაც ამ ყველაფრის გაკეთება სჭირდება, არ არის ეს ბევრი და ადვილად ხელმისაწვდომი საქართველოში. და მეორე მხრივ მოთხოვნა მაღალი არის და კიდევ უფრო გაიზრდება სავარაუდოდ, იმიტომ რომ ახალი რეგულაციები გვემატება, რომელიც უკვე სავალდებულოს ხდის, რომ ყველა ახალი შენობა, რომელიც აშენდება, უნდა იყოს ენერგოეფექტიანობის პრინციპების მიხედვით აშენებული. რამდენიმე უნივერსიტეტი უკვე გვთავაზობს მსგავს პროგრამებს, ტექნიკურ უნივერსიტეტში არის ჯიპაში არის გაეროს პროგრამის დახმარებით ფოთში ფაზისის უნივერსიტეტში და კოლეჯებში დაინერგა ეს მიმართულებები, ამიტომ ხელმისაწვდომობა ჩნდება ასეთი განათლების მიღების, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ გვევალება, ესე ვთქვათ, ვინც ამ საკითხებზე ვმუშაობთ და სხვა უნივერსიტეტებსაც და ინსტიტუტებსაც, რომ უფრო მეტად მოახდინონ ამ საკითხების მიტანა ადგილობრივ მოსახლეობამდე და ეს განსაკუთრებით რეგიონებისთვის არის აქტუალური, იმიტომ რომ იქ
შედარებით შეზღუდული არის ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები და დასაქმების შესაძლებლობებიც, რასაც ეს ჩვენი კვლევები გვეუბნება. ამიტომ ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობამდე მივდივართ მაინც პირველ რიგში და თვითონ მოსახლეობიდანაც რაც გვესმის, ეს არის რომ მათ უნდათ რომ იყვნენ ჩართული ამ პროცესებში, მაგრამ არ იციან როგორ უნდა იყვნენ ჩართულები. ეხლა იქ ჩვენ ფოკუს ჯგუფებიც გვქონდა, სადაც ვეკითხებოდით, რომ ისმენიათ თუ არა მწვანე გადასვლა, მწვანე ტრანზიცია. საკმაოდ დაბალი იყო მაჩვენებელი, ხა ეს ბუნებრივი არის, ძალიან ახალი ტერმინები არის ჩვენთვის და არ გვაქვს ხა იმის მოლოდინი, რომ მალევე მოხდება ამ ყველაფრის ესე დანერგვა და გავრცელება და ცნობიერების ამაღლება. თუმცა საინტერესო რაც არის ამ ფოკუს ჯგუფებში და ზოგადად საუბრებში, რასაც ვხედავთ, ამის მიმართ ყველას აქვს დადებითი მიმღებლობა, იმიტომ რომ აკავშირებენ ამას ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან, ენერგეტიკული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების შესაძლებლობებთან. ამიტომ აი ამ ყველაფრის, აი ამ არსებული მიმღებლობის გამოყენება და ინფორმაციული დახმარება თუ უფრო კონკრეტულად როგორ უნდა მოხდეს მათი ჩართვა ამ მიმდინარე პროცესებში და რა უნდა გააკეთონ, ამაზე უნდა იყოს ახლა ძირითადი აქცენტი მიმართული. ძალიან დიდი მადლობა თუთა გიორგი ჩვენს მეორე პოდკასტში მონაწილეობისთვის. გამოიკვეთა ნამდვილად რომ სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია მწვანე გარდაქმნის პროცესში, რაც გაუმჯობესებს მდგრად განვითარებას ქვეყანაში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მონაწილეობისთვის. ეს იყო პოდკასტების მეორე სერია. ჩვენ დაგიბრუნდებით კიდევ შემდეგი სერიებით და საინტერესო თემებით, საინტერესო ექსპერტებთან ერთად. დიდი მადლობა. მადლობა.